დილა მშვიდობის, როგორ ხართ, გოგოებო მოვედი. ეს ჩემი ჭიქა. უნდა გავზომო, აი ამით ხოსვა ხომ ჩვეულებრივად მე ნაგეთია ყავს. ხოდა ნახოთ აბა ერთი. ვერ როგორ ხართ, ხომ ხართ კარგად, ჩემო სიხარულებო. ყველას მოგიკითხავთ, ცოტა გავცვიდი გუში, უცხვანთ კიდე რომ მოგითხავთ. ხოდა დღეს მახველებდა დილით. ბევრი არ მივიდა, არ ვიცი, ბაზარში ჩავედი, კლინიკიდან აქვე არის რა, კლინიკაში გიამ წამიყვანა, მე არ წავს ვარ ფეხით. ხოდა იქიდან კი ამოვედი ფეხით. აი ნახეთ, აი აქამდე. ან ნალექიანი მყავა რომ მიდოდეს, აი ესე უნდა ჩავასხო წყალი. ხოდა ცოტა შემცივდა, ყელი ამტკივდა, ცოტა და დილით მახველებდა. ესეთი ამბები. დღეს ველოდები ინტერნეტს, უნდა მოვიდნენ და შემოიყვანონ. დავისვენებ, ნიკასთან ვრიცხავ ხოლმე და რომ ითის დარბაზში მე არ მაქვს ინტერნეტი. დავიღალე უკვე. თან ცოტა ხანი კი არ მოდის 4 საათი. 4 საათი ინტერნეტი არ მაქვს და თან მიჯდება 60 ლარი ინტერნეტი. კარგია, მაგთის ინტერნეტია. ყოველდღე ვრიცხავ 2 ლარს. მაგთის ინტერნეტია ძალიან ძლიერია, მაგრამ ნუსახში არ არის ხოლმე და ჩვენ არა გვაქვს მე ეგ 4 საათი. ესეთი ამბები. დღეს მოვლენ და შემოგვიყვანენ. მითხრეს რომ ძალიან სწრაფია და ვნახოთ არ ვიცი. და გეტყვით თქვენც. ახალი ქსელები რაც გქონდა ჩვენ 30 ლარიანი იყო 12-იანი, არ მახსოვს, არ ვარგო და საერთოდ. ძალიან ცუდი იყო და ეს冊იც ხოიცრები ხდება. ხან თიშავენ, ხან ესე, ხან ისე, არ ვიცი. ხოდა ისე ახალი ქსელები, ოღონდ მითხრეს რომ ძალიან გავაუმჯობესეთო, ეს 40 ლარიანი პაკეტი არისო, უსწრაფესიო და ნახეთ როგორი უსწრაფესი იქნება. დღეს უნდა გავაკეთო სოკო და შევწვა კარტოფილი. სოკოს ვაშრობ ხოლმე მე გოგოებო, ეხლა მიდევს თეფშზე. ვშლი, ანუ თუ იმ წუთში არ ვაკეთებ, არ ვიცი სულს ალაგებენ, მე რპება. ხოდა ვშლი და ვაშრობ იმას. და მე გავრიცხავ, იმიტომ ვრიცხავ მე რომ აგრდება. იმ დღეს მითხრეს სოკოს არ უნდაო გარეცხავ, ეგრევე უნდა შეწვაო და როგორ არ უნდა, რა ვიცი. არ ვიცი, მე ყოველთვის ვრეცხავ სოკოს, ყოველთვის, როცა ვაკეთებ და მით უმეტეს ეხლა რო ვაშობ, იმიტომ რომ სველია ხოლმე, მე მაგრდება. მოცივაში არ ვინახავ მე სოკოს. აი, ასეთი ამბები არის, გოგონებო. ეხლა მე მინდა რა მინდა. საჭმელი არ მინდა. კვილეულ შევჭა. შემეკითხეს მართლა პულსო ჭამოჟანაო და ძალიან ცოტა პულს. აი გოში ეს ჩამე და საჭმელთან ძალიან მომწონს. ეს იყიდება ფიქს პრაისში. ძალიან იაფირის. არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ძალიან იაფირის. ლარი და 20 მგონი რაღაცა. ხოდა უი საჭმელთან არის ის როფია. გემრიელი. გადარჩა. ხაფი აქვს ესე.
შემახალჯიქაში. აი, რაც გადარჩა რომ არ მომიდუღდა. ლაქლაქში. ახალი ის რო ვიყიდე. ახლა ეგ მისვია გოგო. ბალმი. ტუჩისა ხო იცით? მოგაჩვენეთ. ვაი მე როგორ გამაძინე მათე. დედა მაგიტო. შემოსიყვარულო დედას უყვარს ეს ბიჭი ძალიანა. ხოც გინდა. გინდა. ის გავაკეთოთ რა ქვია გერკულეს. რძიანი. ბრინჯი, რძიანი. რძიანი ბრინჯი. პირპილიანი. პირპილიანი. პირპილიანი ბრინჯი. ვიგეთე. რა. აი ხო ყავს დავлю და გაგიკეთე ხლა. ყავა არ არის. მა. ყავა არ არის. ყავა მეთქი ბიჭო. ყავა. გადაიწიე თმა და დაივარცხნე რა. პირპილიანი გამიგეთ. პირპილიანი ბრინჯი გაგიკეთო? კაი ხო. მანამ ჩემი ყავა შეგრილდება. აი ესეთი მაქვს. აი ესეთიც მაქვს ბასმათი, მაგრამ მე მგონი რომ პირპილიას ეს უფრო მოუხდება. პირპილიანი ბრინჯი უნდა ბიჭო. ესე. ხოდა ტოჩის ბანს მე არ ხმარობდი ხოლმე ახლა ფიქს პრაისში რომ მივდივარ ხოლმე იქ. ანუ სარაროსთან იყო გოგოებო. ვიცა გაჩვენოთ, ვისაც არ გაჩვენოთ. ერთი წუთით. აი ესეთი. ძალიან უბრალო და ის სოფია. ორნახევარი ისი არ ბილებს ტუჩებს. ისი მომეწონა რომ რა ვიცი, ძალიან კარგია. ერთი ჭიქა და ორ ჭიქას გავაკეთებ ამას. ორ ჭიქას, იმიტომ რომ მატემატიკა ნიკა შეჭამს პირპილიას. გავლიცხოთ კარგად. ეს არის მრგვალი ბრინჯი. მრგვალი ბრინჯი მე მიყვარს ძალიან. უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ბასმათი. ოღონდ თუ კარგი ხარისხია, ეს არის ზოგესი. ავი არ არის ცუდიაც. გამიკეთებია, და ცუდი არ არის ეს. და ანუ პურის მაგივრად ჭამ აი ამას. ისაც ჭამ, მაგრამ ძალიან ცოტაა. არც მინდება პური. სიმართლე რო კიდევაც. ესე ხა ვიყიდე.
და მანამდე ძალიან კარგი მქონდა. შეკრიბდა უკვე. ამასობაში ესეც გემრიელია. ვაფლი. გარეთ მზიანათებს, მაგრამ გუშინ ძალიან შემცივდა ყურებზე. ამტკივდა. არ არის სანდო ეს მზე გოგოებო რა. უნდა მოიხვიო რაღაცა თავზე. აუცილებლად. ისი არ უნდა დახვიდე. ერთმა ქალბატონმა მომწერა, რომ გუშინდელ ვიდეოზე კლინიკიდან რომ მოვედი. საზღვარგარეთ ცხოვრობო და მარტო 40 წლიდან კი არა, აქო ბავშვებზეც 6 თვეში ერთხელ პაპ ტესტს გვაკეთებინებენო, ეხოსო და ყველაფერსო. კარგია, აქაც თუ შემოვა. მე მგონი ბავშვებს უკეთებენ, მაგრამ 6 თვეში ერთხელ არ ამგონია. ბავშვობიდან თუ გააკონტროლებ, მაგას რა ჯობია. უფრო მეტად იქნები დაცული. სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში ხوار იყო ხოლმე ახლა ისეთი რაღაცეები რა, რომ ეხა შევიდა ვიცი ბავშვებზე პაპ ტესტი უფასოდ მე მგონი. და ჩვენ ბავშვობაში არ იყო ეგეთი რაღაცები, მაგრამ ჩემი თუ მახსოვდა ხოლმე ყურადღებას მახსოვს, რომ ეხოზე მივდიოდით ხოლმე. ხო და იქიდანაც მაქვს ალბათ ეს ყველაფერი ნასწავლი და ჩაბეჭდილი. ეხოს მიკეთებდა ხოლმე ბავშვობიდან. თბილისში ჩამოვდიოდით ხოლმე. მახსოვს კარგად. 10 წელს არ ვიყავი, 9 წელსა. აიგე. ამ პერიოდში. ეს ვაფლი როშენი ჯობია მე თქო გითხარით გუში, მაგრამ ეს არის მსუბუქი. როშენისა ძალიან ნოყიერია. ადუღდა. მათეს ბრინჯი. ძალიან მინდა სადმე გასვლა გოგოებო. ქალაქ გარეთ.
და თან ტკბილი არ არის. მაგითი მომეწონა. ხო, ერთი სიტყვით დღეს ინტერნეტში შემოგვიყვანენ. მათ უნდა წავიყვანო ახლა სკოლაში, ცოტა ქარია თავანგარეთ. თბილად ჩავიცმე, ეგრე აღარ გავალ, რომ ყური კიდე ამტკივდეს, ძალიან ძნელია ყურის ტკივილი თან. უკვე ორჯერ ამტკივდა და რა ვიცი. ხო, იცით რა ძნელია, ყური თუ აქ ტკივდა, რა ვარ რა. ძალიან რთულია. ორჯერ ამტკივდა უკვე, ესე, ძალიან. რომ მოვედი და აი ვეღარა და ვეღარ მიჩერდებოდა, სანამ კარგა არ გამითვა, არა გამიჩერდა. გუშინ წინაც და გუშინაც. რა ხდება არ ვიცი. და ყური არ ამტკივა ხოლმე მე. აქ კლინიკებში გოგოებო წესრიგიც არ არის თითქოს ეს რეგისტრატურაში გოგოები ესე იგი აი გუშინ ვუყურებდი და შემიცოდნენ. ყველა ერთდროულად უსვავს კითხვას. და მაინც ისე წყნარად პასუხობდნენ, ისე საყვარლად პასუხობდნენ, მე რა ვიცი რა. ერთი 20 ადამიანი რო დგას რეგისტრატურასთან და ყველა რო ერთდროულად გეკითხება. რა ძნელია. რომელს უნდა გასცე პასუხი. თან ახლა მე ერთს რო უხსნის დანარჩენები ბრაზდებიან, რამდენი ხანი ელაპარაკებაო და სანამ ბოლომდე არა უხსნის რა ხნას იმანაც. ხო, დააყვალიანოს, რისთვის ადგა ის რიგში ხო, მაგისთვის რომ თავისი რიგი რომ მოვა, ბოლომდე გასცემ პასუხი. მაგრამ შეხომოთმინება უნდა შეინარჩუნო მაგ დროს. ვიდექი ჩემთვის და ამ ყველაფერს რიგში არც ვიდექი, გვერდზე ვიდექი. და ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი რა. და მეწოდებოდნენ ეს გოგოები შემეწოდნენ. ისეთი მდგომარეობა, არ ვიცი ეს ის რა ქვია, ჩვენი მოსახლეობა როგორ არის იცი? ერთი ქალის ვიდეო რო ვიდეოში ხვდა იმ დღეს რომ სოფლელებით გაისო თბილისიო, მარტო მე ვარო თბილისელიო, აქ დანარჩენიო ყველა სოფლელიაო. ჩამოვიდნენ ფული შოვეს და ბინები იყიდესო და ყველა არისო ისაო რა ქვია სოფლელიო, მარტო მე ვარ თბილისელიო და კომენტარებში ისეთი ამბავი იყო, Facebook-ზე იყოთ. როგორ შეიძლება მაგის თქმა ჯერ აი არ ვიცი რა, ეს ხო ძალიან რანაირი თბილისელი ხარ მაგას რო ამბობდა. მეორეც კიდე ეხლა იქ ყველა სოფლელი იყო დავიჯერო გუშინ. რა ამბავი იყო? სოფლელებს რო აბრალებენ. ყველა სოფლელი როგორ იყო? 1-30 კაცი იყო რიგში და ამ გოგოებს მოკლედ ისა რა ქვია, აღარ იცოდნენ რა, რომელი ერთისთვის ეპასუხათ და თან ერთმანეთზე ბრაზდებოდნენ რიგში, რამდენი ხანი უნდა ელაპარაკოსო, რის ვეღარისაო, რა ქვია, გასცაო პასუხიო და ასე შემდეგ რა. არ ვიცი რა არის ეს ნების ყოფა კლიათ ჩვენ ხალხს, ესეც გაჭირვების ბრალია. თუ რავი, აი ნერვოზი აქვთ. დანერვოზდა ხალხი მგონი, დანერვოზდა სულ აქციები ჩვენ ქვეყანაში, ვერ დავლაგდით. გაჭირვებიდან ვერ ამოვედით და ხალხი დანერვოზდა.
რო ვუყურებ, არა აქვთ მოთმინების უნარი არა აქვთ. აფთიაქებშიც ეგრე ხდება ხოლმე. ერთმანეთზე ბრაზდებიან რიგში, რამდენი ხანი უნდა იდგესო ესო. იმ დღეს კიდე ერთმა გაგანწყა. მოკლედ ამ კლინიკებში რო დავდივარ ესეთ რაღაცები. ერთმა ქალბატონ რეგისტრატურაში გოგო გაგანწყა ისე მაგმოდო. პირველი სართულიდან გადმოვთესო მეორე სართულიდან. სანამ ამოვედიო. რიგი დამეკარგაო. ფრენა არ ვიციო, მასავლეთო მაშინო ფრენაო რომ ამოფრენილიყავიო. რანაირად ამოსულიყავიო, ეხლა რომ ვირუსი გადამედოსო, ღორის გრიპი არისო, მოდებულიო. რა გავაკეთო მეო ვირუსი რო შემხვდესო მეო რა გავაკეთო ეს გოგოები ისეთი წყნარად პასუხობდა რა ძალიან კაი გოგოები არიან რა ჩვენი გოგოები რეგისტრატურაში ვინც არიან არ შემხვედრია არც ერთი ისეთი რომ თქვა რომ აი გამოვიდა მდგომარეობით ამ პერიოდში რაც დავდივარ ქალბატონო დაგეხმარებით ეუბნება თან რიგი არის აქაც და სოებსაც ემსახურება რა რაც შემიძლიაო, რითიც შემიძლიაო, დაგეხმარებითო თქვენი რიგიო გასულიაო უკეო. და ცოტა ხანიო მოითმინეთო, აი რამდენიმე გავუფაო და კი ბატონო, მერეო მიგიღებთ. ესე იგი, ხან ერთთან მივარდება, ხან მეორესთან მივარდება, თან ჩხუბობს. ეს გოგო ისეთი გასაგებად ეუბნება, რომ ყველაფერს გავაკეთებ და დაგეხმარებით. მაგრამ არის ის. უბრალოდ უნდა გაუშვო მაგ დროს რა. აი მეტი არაფრის მოსმენა არ უნდა. უნდა უთხრა რომ შედი ექიმთან. всё. ჩხუბობდა პირდაპირ ჩხუბობდა ფრენა არ ვიციო. მეო რომ ამოფრენილიყავიო იქიდან აქამდეო. მოკლედო ეს კლინიკებიო ისაო რა ქვია. უკეო აქ ისეთი ამბავიაო და ისეთი რაღაცეები ხდებაო რომ არ ვიციო რა აქ მოსვლა არ ღირსო საერთოდო და ესე ტუ ჩხუბობდა ძალიან და მე რო რამე გადამედოსო გადადება თუ არის ეხლა გადაგედება ხო ისედაც გადაგედება არც პირბადე ეკეთა და არაფერი თუ გეშინია გადადებისა ეხლა რა ვიცი მაშინ საერთოდ კლინიკაში რო შედიხარ შეიძლება გადაგეთოს ნუ ესეთი ამბები არის კლინიკებში გოგოებო ჩვენ კლინიკებში მე არ ვიცი საზღვარგარეთ როგორ არის იქაც თუ ჩხუბობენ იქაც თუ ერთმანეთზე ბრაზდებიან და იქაც თუ არის რიგები და ასე შემდეგ ერთი შორენას უნდა შევეკითხო. ჩემი შორენა ხო იცით. ძალიან ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და იცის სხვათა შორის. ეგეთი რაღაცები ყველაფერი იცის. იქ რა ხდება მაგრამ. როდის წავალ შორენასთან. როდის იქნება ეგეთი ის რა ქვია რაღაცნაირად დადგება ჩემ ცხოვრებაში რომ ეხაც რო წავიდი განა პრობლემა კი არ არის დიდი სიყვარულით შევხვდებით ერთმანეთს ძალიან მიყვარს აი ეგ არის ჩემთვის მეგობარი აი მაგაზე შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ჩემი მეგობარი შორენა
მაგას აქვს უფლება მითხრას ყველაფერი. და არ მეწყინოს. ანუ გამიბრაზდეს კიდევაც მაგის უფლებაც აქვს, საყვედურიც მითხრას, დამარიგოს მითხრას, რომ დავიფათ ისიც რომ მითხრას, რომ სწორად არ იქცევი ჟანა, ესე უნდა გააკეთო უკეთესია. აი შორენას აქვს ყველაფრის უფლება ჩემთან და მე არ მეწყინება. იცით რატო? მეც მაქვს მაგის უფლება მაგასთან და არც მაგას არ ეწყინება, იმიტომ რომ დიდესი ნდობა გვაქვს ერთმანეთში. ძალიან დიდი ხანია, რაც მოვდივართ ფაქტიურად ბავშვობიდან და ძალიანა ვარ დარწმუნებული ისიც და მეც, რომ ერთმანეთისა მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთისთვის კარგი გვინდა. აი ბოლომდე ვარ ამაში დარწმუნებული, ბოლომდე მეც და ისიც ერთადერთი ეგ არის, რომ აქ რო იყოს ალბათ ერთად ვიქნებით და შორს რო არის ეგ ცოტა ისა ძნელია რა. რთული არის. მაგრამ ძალიან ხშირად ვურეკავთ ხოლმე ერთმანეთს და ყოველდღე არა ეხლა, მაგრამ რავი, აი ხანდახან ისია ხოლმე, რომ შორენაზე ვფიქრობ და დამირეკავს. თვითონაც ალბათ უკვე გძნობს ხოლმე მაგას და ძალიან მენაკლება, რომ ჩავეხუტო და ვნახო. მიყვარს ძალიან. ერთი ეგეთი სანდო მეგობარი თუ ყავს, რომელსაც აი მართლა მე როგორც ვენდობი. ეგრე თუ ვენდობი, შენ ხარ მდიდარი ადამიანი. თუ იპოვი ეგეც. ხო, ეს ბავშვობიდან მოდის, ალბათ ბავშვობის მეგობარი სხვა არის, რა ვიცი როგორ იყო. შეძენილიც შეიძლება, ეხლა უყურეშიცად გადავედი, მეგობრებაზე გადავედი და აი გარი რომ მე ჩემ ვიდეოებს არასოდეს არ ვგეგმა. არ ვიცი ხოლმე რო ჩავთავ ვიდეოში, რაზე უნდა ვილაპარაკო, წინ არ ვფიქრობ საერთოდ ამაზე და ეს იცით რას ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე არის შენ. მე ამ ყველაფერს გარეშე არ შემიძლია. ეს საქმე ჩემია. წინ და წინ სცენარებს არ ავწერ. ხო. ბავშვობის მეგობარი ალბათ სხვა არის, რა ვიცი, ამაზე თუ გინდა მე ვილაპარაკოთ კიდე გიასთან ერთად, ხო, გიყვართ გიას. საუბარი და ვისაუბროთ. ძალიან ჩემია ეს საქმე. ადრე როცა დავიწყე, მე ვარ ერთ-ერთი პირველი ჩვენ კონტენტში. ეხლა უკვე იმდენი ვართ. ძალიან ბევრი, რომ შემიძლია ეს თქვა, რომ ერთ-ერთი პირველი ვარ მე და თავიდან რომ მიწერდნენ ხოლმე ამას ბაძავ, იმას ბაძავ, ხახაცნაირად გული მტკიოდა, მაგრამ ეხლა მეცინებ ამ ყველაფერზე. აღარც მოდის ეგეთი კომენტარები ჩემ არხზე. მაგრამ რომც მოვიდეს ვის აინტერესებს ეგ. ძალიან სასაცილოა ეგ ჩემთვის. ოდნავაც აღარ ვინერვიულებ და გულთანაც ახლოს არ მივიტან მაგას. არავინ არავის არ ვბაძავთ. თავიდან ამ ყველაფრის თქმა მიწევდა ხოლმე. იმიტომ რომ გული მტკიოდა. ძალიან ამაზე, მაგრამ ეხლა სასაცილო არის ეგ ჩემთვის. მეტი არაფერი. იმიტომ რომ ეს იმდენად ჩემი არის და ამაში თითქოს ალბათ თავიდან შეიძლება ცოტა გულს მიტეხავდნენ და ეჭვმეპარებოდა ჩემ თავში, მართლა არის თუ არა ჩემი და იმიტომ ნერვიულობდი, მაგრამ ეხლა იმდენად ჩემია, რომ აი ეგ ოდნავადაც არ მეხება გულზე. ძალიან ბევრი ვართ უკვე, ძალიან ბევრი და
ადრე ვთქვი მე ეს ვიდეოში და გამელანძღეს მაგაზე, რომ კაია მეთქი, რაც უფრო მეტი ემატება ამ ჩვენ კონტენტს, მით უფრო იქნება მეთქი, იმიტომ რომ როცა იქნება არჩევანი, ნახვები უფრო ყველას მოემატება, მარტო ერთს კი არა, ყველას. როცა არჩევანი იქნება YouTube-ში ამ კონტენტში. სად 2 არის და ეხლა სად 15 და 20 და 30. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მით უფრო კარგია ეგ ჩვენთვის. ხო, თითქოს ხალხს ეჭვი შეეპარათ, რომ ამ ყველაფერს რო ვამბობდი მე. ერთი წუთი ვიღაც მირეკავს. ინტერნეტზე დამირეკეს. უნდა მოვინე. აუ, ეს მოკლედ რამდენი წყალი დავასხი? გოგო. კიდე ჩაიშო. რას ვაყარებოდი მახსოვს? აღარ მახსოვს. უნდა მოვიდნენ ახლა და ხო, ერთი სიტყვით იმაზე ვლაპარაკობდით, რომ მიბაძვაზე. ხო, რაც უფრო მეტნი არიან მეთქი ჩვენ კონტენტში, რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი, იმიტომ რომ ნახვებიც უკეთესი იქნება, არჩევანი რომ იქნება, ზოგი იმას უყურებს, ზოგი იმასე, ბევრი ხალხი რომ შემოვა, მე უფრო კარგი იქნება. ხო, იმას ვამბობდი, რომ ეს რო ვთქვი ადრე, ჩემ გულწრფელობაში ხალხს ეჭვი შეეპარა, რომ თითქოს მე ამაში არ ვიყავი გულწრფელი და გულწრფელი ვარ მე, მაშინაც გულწრფელი ვიყავი და ეხლაც გულწრფელი ვარ. ასეა. ანუ მე არ მჭირდება არც თავის მართლება, არც ვინმესთან შეხსენება, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ დავიწყე და ფაქტიურად ეს ყველაფერი არის ძალიან ჩემი და ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემმა ცხოვრებამ გამაკეთებინა, სხვათა შორის იცით რა არის გოგოებო, YouTube თუ არ გიყვარს, ვიდეოს გადაღება თუ არ გიყვარს, ეს ყველაფერი შენი თუ არ არის. ფულის გამო ამას ვერ გააკეთებ. შეიძლება ვიღაცამ ფულის გამო დაიწყო და შეუყვარდა და იმიტომ აკეთებს. თორე იმდენად ცოტა არის. აქ შემოსავალი ხო ყველა მიცით ეგ. იმდენად ცოტაა, რომ ფულის გამო ამას არავინ არ გააკეთებს, დამიჯერეთ, ფინანსების გამო, შემოსავლის გამო არავინ არ გააკეთებს ამას. თუ არ გიყვარს, თუ არ არის შენი. იმ დღეს ერთმა გოგომ მომწერა კომენტარებში, რომ და პასუხიც გავეცი, ზუსტად ესე ვუპასუხე, რომ თუ ეს შენია და გიყვარს, აუცილებლად დაიწყე და ამას მერე და მერეც მიხვდები. არის თუ არა შენი და თუ ანუ იცით როგორ მკითხა, სახში დავრჩიო სამსახური არა მაქვს და რავი, აი ფულის გამო, შემოსავლის გამო ძალიან ისეთია რა. იმიტომ არ ყიდულობ მე მაგალითად ახლა ძვირიან ტელეფონს და არც ვიყიდი. იმიტომ არ ვიყიდი ძალიან ძვირიან ტელეფონს, რომ აქედან მე არა მაქვს. იმხელა შემოსავალი ის ხომ მე უნდა გადავიხადო რა. და იმხელა შემოსავალი არა მაქვს, რომ თუ მთელ თანხას რაც მე რიცხება იმ ძვირიან ტელეფონში მომიწევს რომ გადავიხადო 2 წელი დავუშვათ, ხო? ეგ რაღაცა არ მგონია სწორი მე. არ მგონია ეგ სწორი. ხო. ისე ძალიან მიყვარს. ჩემია და სულ ვიქნები მე აქ. ყოველთვის. და ჩემზე ეგეთი რაღაცა გამოსროლილები აღარ მოქმედებს. არანაირად. ეხლა ამას რომ ეს რომც წავისვა და უშვათ ახლა რა მოვიტანო და ესე წავისვა ეს პომადა ვინმეს ბაძავ. ბაძავ ვინმე 3 რა სასაცილოა გოგოებო. რუსი ბლოგერი რო არის სუდაკოვა, ხო იცით იმას ბაძავ ახლა მე.
ეს რო წავისი. ეს ჩართეთ ისიც ისმევს ხოლმე პომადას. ინას უდაპოვა. პომადას ისმევს ხოლმე ისიც და იმას უბაზავ ეხლა მე ეს რო წავისვი. ეს არის სისულელე, ყველა ქალი ისმევს პომადას და ეს უბრალოდ არის ჩვენი საქმე და რომ ვიღებთ ამ ყველაფერს. რასაც ვაკეთებთ ის ჩანას. ხო ყველა ისმევს პომადას. მაკიაჟს ხო ყველა იკეთებს. ჩვენ ამას ვიღებთ უბრალოდ, ვიღაცა აიღებს. რა ვიცი რა, ამ ყველაფერზე მე ვფიქრობ, რომ მით უმეტეს თუ ადამიანს უყურებ, რა ვიცი ამ ყველაფერზე გული არ უნდა ატკინო. ჩემზე ეგ აღარ მოქმედებს და აღარც იმოქმედებს, მაგრამ ადრე ჩემზეც მოქმედებდა. ეხლა მარტო გამეცინება. მეტი არაფერი. გამეცინება მარტო. წავედი, მიყვარხართ კოცნით და ეხლა მოვლენ ინტერნეტზე შემოვიყვანთ. ეგეც დღევანდელი სიახლე, რომლითაც უკვე კმაყოფილი ვარ, მიხარია, რაღაცა კაი ხდება, რომ ინტერნეტი უნდა შემოვიდეს ჩვენთან და აღარ ვიქნები ნიკას ტელეფონზე დამოკიდებული. ამას დავაფარებ ეხლა და დაბალზე გაკოცით დროებით.